აი სიმართლე. შეგიძლია ისე ვითამაშო და გაერთო და ამას იმიტომ გეკითხები, რომ ყველაზე კარგად მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა ილუზიები ქრება, როცა ტყუილები, დამახინჯებები და ზედმეტად ბევრი დანახვის სიმძიმე აუტანელი ხდება. შენი ცრემლები ამის მტკიცებლებაა. ეს სისუსტე კი არა გულწრფელობა და მინდა ეს გაიგო. ეს თვირთი მარტო არ ვჭირდება ზიდო. წიგნი ამბობს, ყველა შენი საზრუნავი მას გადააბარე, რადგან ის ზრუნავს შენზე და ამას თავისი მიზეზი აქვს. როცა ამ სიმძიმეს ღმერთის წინაშე დებ, ადგილს უთმობს სხვა რაღაცის აღმოცენებას. იფიქრე მოძრაობაზე, ვარჯიშზე, სპორტზე, ნებისმიერ რამეზე, რაც გიწევს. დასაწყისი ყოველთვის ყველაზე რთულია. შენი გონება ეწინააღმდეგება, სხეული ყოყმანობს, მაგრამ როცა ამთავრებ, ჩნდება მადლიერება, სიცხადე, სიხარული, რომელიც დასაწყისში არ ქონდა. ეს არის ჭეშმარიტების ყველაზე დიდი, ცხოვრებაში გამოცდილი მაგალითი. ვინ ხარ შენ? ყოველწუთს ყოველ წამს იცივედა. არ რჩები იგივე? შენ ვითარდები ჩართულობით, მოქმედებით და სიმამაცით. და მომავალი შენ ყოველთვის მადლობას გადაუხდის ამჟამინდელ შენს თავს, თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ წასვლისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენით გადადგმული ნაბიჯისთვის. აი რას ნიშნავს სინამდვილეში შენი ტვირთის ღმერთისთვის მინდობა. ეს არ არის უკანდახევა, რავალეთ წინ წასვლა მასთან ერთად, იმ სიმძიმის დატოვებით, რაც აღარ ჭირდება. როცა ამას აკეთებ, სიხარული ბრუნდება, ბავშვური სიმსუბუქე ბრუნდება. გახსენდება, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია ითამაშო, გაიცინო, იცხოვრო გაოცებით. და ეს არის თელი ჭეშმარიტება, რაც გჭირდება. არა იმიტომ, რომ ცხოვრება მარტივია, არადად იმიტომ, რომ აღარ აჩვენებ თავს იმდენად პატარად, რომ მასში გაიჭყლიდო. ამიტომ თუ დღეს გიჭირს, დატოვე ეს ტვირთი, მაინც წადიცინ და ენდე, რომ ღმერთი ხვდება შენს გადადგმულ ნაბიჯში და არა იმ სიმძიმეში, რასაც ატარებ. ამას იმიტომ გიზიარებ, რომ თავად გამურწადი და თუ მე დამეხმარა, დარწმუნებული ვარ, შენს დაგეხმარება.